ბრიუსელს მაკა ბოჭორიშვილი ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე გვერდდება პირდაპირ ეთერში. ქალბატონი მაკა, მოგესალმებით. ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების, ევროპულ საქმეთა კომიტეტების პლენარულ სხდომაზეც, ისევე როგორც სხვა ფორმატის შეხვედრებზე, საქართველოს მთავარი გზავნილი არის 2024 წელს გაწევრიანებისთვის საჭირო მოლაპარაკებების გახსნა. აი, როგორია ამ ტიპის ფორმატების ფუნქცია საქართველოსთვის ამ უმნიშვნელოვანეს გზაზე და როგორ ჯდება ჩვენი ქვეყნის მისწრაფება ევროკავშირის უახლოესი თვეების დღის წესრიგში დღეს მიღებული დოკუმენტიდან გამომდინარე. დიდი მადლობა პირველ რიგში ინტერესისთვის, მივესალმები მაყურებელს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატებია საქართველოსთვის, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ როგორც ვიცით, პოლიტიკური გადაწყვეტილებებია საჭირო იმისათვის, რომ საქართველოს ნებისმიერ ეტაპზე წინ წაიწიოს ევროკავშირთან ურთიერთობებში და ეს არის ზუსტად ის ფორმატი, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკოსები, პარლამენტის წარმომადგენლები იკრიბებიან და ერთგვარად ევროკავშირისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობენ და აყალიბებენ პოზიციებს და ქმნიან ერთგვარად ამინდს შემდგომი პოლიტიკური გადაწყვეტილებებისთვის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, რომ პირველ რიგში რა თქმა უნდა ისმოდეს საქართველოს ხმა და საქართველოს პოზიცია ამ ფორმატში იმისათვის, რომ ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს წარმომადგენელს ჰქონდეს შესაძლებლობა გაიგოს, მოусმინოს საქართველოს პოზიციას, მაგრამ გარდა ამისა, როდესაც შესაძლებელია, რომ ჩვენთვის სასარგებლო გზავნილები აისახოს ევროკავშირის დოკუმენტებში, რა თქმა უნდა, ეს შესაძლებლობაც არ უნდა გაუშვათ ხელიდან და სწორედ ამიტომ ჩვენს პარტნიორებთან მუშაობის შედეგად მოხდა ისე, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების დღევანდელ შეხვედრაზე მიღებული იქნა ასევე დოკუმენტი, რომელიც შეეხება ევროკავშირისთვის მნიშვნელოვან ბევრ საკითხს, მათ შორის გაფართოებას და შიგნით დაფიქსირდა საქართველოს მხარდაჭერა, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მხარდაჭერა და ცალსახად ჩაიწერა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტები რეკომენდაციას უწევენ საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყებისთვის მუშაობას და ამ მიმართულებით ევროკომისიას, ასე ვთქვათ, ახალისებენ და ევროკავშირის საბჭოს, რომ ამ მიმართულებით იმუშაონ, რომ რაც შეიძლება სწრაფად გაიხსნას საქართველოსთან მოლაპარაკებები. ქალბატონი მაკა, გასულ კვირას მიღებული იქნა გადაწყვეტილება კიდევ ერთი კანდიდატი ქვეყნისთვის მოლაპარაკების ეტაპის გახსნის შესახებ, რამაც საქართველოში გააჩინა განცდა პოლიტიკურ წრეებში, რომ გადაწყვეტილებები დამსახურებაზე დაფუძნებული არ არისო. რა დასკვნების გაკეთების საშუალებას გვაძლევს საქართველოს იმ ქვეყნების გამოცდილება, რომლებიც სულ რამდენიმე თვის წინ ჩვენი ქვეყნის მსგავსად ასევე იყვნენ კანდიდატი ქვეყნები და დღეს აქვთ უკვე გახსნილი მოლაპარაკების პროცესი. კი, ეს მე არ შევხედავდი ამას ასე ვთქვათ დრამატულად ან კრიტიკულად. ერთი რამ არის, რომ ეს არის პოლიტიკური პროცესი, ევროკავშირში გაწევრიანება და ნებისმიერი ნაბიჯი მაინც ძირითადად ეფუძნება ხოლმე პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. ჩვენ რაც შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენი მხრიდან არის, რომ ჩვენ შევქმნათ ყველანაირი საფუძველი იმისათვის, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებები იყოს საქართველოსთვის სასარგებლო. თუმცა მეორეს მხრივ არის, ჩვენ ნახეთ ხომ გასულ წლებში აი 2 წლის წინ მაგალითად გადაწყვეტილებები მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირი საფუძველი იყო შექმნილი, მაინც მოხდა ასე ვთქვათ გარკვეულწილად საქართველოს უკან დაწევა, უკრაინის და მოლდოვას წინ წამოწევა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ყველაფერი ჰქონდა გაკეთებული იმისათვის და ყველანაირი საფუძველი არსებობდა იმისათვის, რომ ჰქონოდა კანდიდატის სტატუსი. ასეთი რამ ხდება ხოლმე ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ასე ვთქვათ, გარკვეული დღის წესრიგით მოქმედებენ. დღეს ნამდვილად აქტუალური იყო ბალკანეთის ქვეყნებთან მიმართებაშიც პროგრესის დაფიქსირება. ესეც ერთგვარი ბალანსის შესაქმნელად ხდება, იმიტომ რომ ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა დღეს ჩვენს რეგიონს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე. ახალი კანდიდატი ქვეყნები გაჩნდნენ ევროკავშირის, ასე ვთქვათ, პოლიტიკაში უკრაინა, საქართველო, მოლდოვა და რა თქმა უნდა არსებობს მომენტები, როდესაც საჭიროა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს უფრო მეტ ასე ვთქვათ, წახალისება მიეცეთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან იმისათვის, რომ წინ წაიწიონ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ასე რომ აქ დრამატულს მე ვერაფერს ვხედავ, თუმცა მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესებში საქართველო არ ჩამორჩეს და რაღაცნაირად არ დავიჩაგროთ ამ პროცესში, ვინაიდან მე ვფიქრობ, რომ საქართველოს აქვს ყველანაირი საფუძველი იმისათვის, რომ იყოს დღეს ევროკავშირთან
ინტეგრაციის შემდგომ ეტაპზე გადასასვლელად მზად და ეს არის ჩვენი გზავნილი ყველგან, სადაც კი ხელი მიგვიწვდება, რომ საქართველოს უნდა გქონდეს ის შესაძლებლობა, რა შესაძლებლობებიც დღეს უჩნდება სხვა კანდიდატ ქვეყნებს იმისათვის, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე იაროს და ასე ვთქვათ, მეტი სიკეთეები მიიღოს ევროკავშირისგან. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ მაკა, უნდა დაგემშვიდობოთ.